გაისალამი, ილამშვიდობისა, ჩემო კარგებო. ისევ წამოვედი ყინულზე. არ გვეგმავდი დღეს წამოსვლას, დავგვეგმავი წამოსვლა გავომივიდა. უბრალოდ ერთი საინტერესო ნივთი ჩავომივიდა. ისი დატესტვაც მხოლოდ ყინულზე შესაძლებელია და ვეღარ მოვითმინე წამოვედი. თუმცა სხვა საქმეები იყო. დღეს უნდა დავტესტოთ და ვითევზავოთ კარავი. ეს არის ზამთრის კარავი კუბის ფორმით, რომელსაც არ აქვს ძირი და შეიძლება დადგა იქ, სადაც იქნება შენი ლუზები და შეგიძლია ითევზავო ჩვეულებრივად. უბრალოდ კომფორტში იქნება ეგ წვიმა, იქნება ეგ ქარი, არაფერს ხელს აღარ შეგიშლის, შენ კომფორტში იჯდები და ითევზავებ. რავი, პირველი მე მგონი საქართველოში მე არ მინახია ვინმეს რო ქონდეს. სავარაუდოდ მე პირველი ვიქნები, ვინც მაგ კარავს, მაგ სტილის კარავს გაშლის ყინულზე. მოგეთ გავშალოთ ახლა, დავიწყოთ და ვნახოთ როგორი გამოვა. დარჩით არხზე. აბა დავიწყოთ. აწყობა ცოტა მარტივია. აშლა იქნება ცოტა ხუთი. აჰა. არის. ავაწყე. შემიძლია ვაფრიო იქ სადაც მინდა. პრობლემოთ არ აქვს გააჩნია. სადაც. აი ესეთი შესასვლელი. აი ესე შენივრად მოდით ახლოდან გაჩვენეთ კიდე ესე გამოიყურება ფანჯრები აქ ცელოფანის რაღაც მასა შემდგომ შევკრათ ხო შესაკრავები აქვს ყინულზე რომ ქარი მარწავიღოს აქვს კიდე ცოტა ვიჩქარეთ და დავიღალებ აპატიეთ გამწოვი შეშის ფეჩისთვის აქ მილი რო გამოვიდეს შეშის ფეჩი რო დავდგათ გარედან შეგინდან ბოდიშით აქ მეორე პანჯარა შეგვიძლია ესე ავკეცოთ და მე აი ესე მარტივად იყურება ახლა ერთი ცალი ხელით ვერ ვიზა მე შევიკრავ მოკლედ აი ესეთი გამოიყურება ცოტა შორიდან ნახოთ შვენიერი აბა შეგინდანაც შევხედოთ შევიჭროთ რა ხდება აჰა ესეთი მდგომარეობა ახლა შემოვა აი შემოვედი ესე გამოიყურება ადგილი ერთი კაცისთვის სავსედ საკმარისია გაჭირვებაში ორი კაცის დაждდება ჩვეულებრივად ახლა როგორი სიტუაცია ამას ესე წავიდეთ მე აქ ორი ხვრელი მაქვს გაკეთებული 1-2 ასე ვთქვათ ლუზა ამას წავათრევ ესე დავდგავ, აი კონკრეტულად დავჯდები და დავიწყებ თევზაობას. მე მგონი კარგია. დღეს გამოვა თევზაობა კომფორტში. ეხლა შემოვიტან აქ ჩემ დანარჩენ ნივთებს, რაც წამოღებული მაქვს და დავიწყებ. ამინდი იდეალური ქარი არ არის როგორც იქნა. რატომღაც მე და გიო რომ მოვდივართ მაშინ ქრის და რა უბედური ქარია. გიო მოკითხვა აქედან. შემდეგი გასვლა ერთად. მოკლედ ხო, ამინდი კარგია, ქარი არ არის, იმედი არ გაგვიწვიმდება. ყინული ცოტა დნება, ალაგ-ალაგ გუბეებია, მაგრამ კაი ყინულია 20-25 სანტიმეტრი არის. მოკლედ, აი ესეთი სიტუაციაა, შემომეგრებო, დავიწყოთ. მოკლედ, ავეწყე, შემოვიტანე ჩემი ნივთები. აი ესე გამოიყურება ჩემი დღევანდელი სამუშაო სივრცე.
სიმართლე გითხრათ ცხელა. ნუ გარეთ ხო გრილა თავის ძალთან, მაგრამ ამ კარავში ახლა შემოვიდა გავიხადე. გვერდზე მიკიდია ჩემი ქურტუკი. შემს კიდე ფანჯარა ესე გამაო, შემოვაღო, იმიტომ რომ მართლა ცხელა. სანამ ძალიან არ შემცირდება იყოს ეგრე. და მოკლედ დავიწყოთ ნელა-ნელა თევზაობა. მაქვს ორი ხვრელი გაკეთებული. არის თუ გამოჩნდება შევეცდები გაჩვენოთ. აი, ერთი აქ არის, მეორე იქით არის. ეს ავზი მაქვს წყლისთვის. თავს თევზს დავიჭერ, აქ შევინახო, მერე სხვაგან გავუშვით რა. ესე იქნება. მოკლედ, აი ესეთი სიტუაცია შემოკარგება. სრული კომფორტი მაქვს. იმედია დღეს თევზიც გამახარებს ჩარტყმებით. ჩაუშვათ პირველი სატყუარა. აი ესე დავკიდე კამერა. მე მგონი ჯობია რომ ყველაფერი ჩანდეს. მე მგონი რუზაც ჩანს, ჩემი, ესეც ორივე. ესე დავწერო ჩანდეს. დავიწყოთ. ეს მაქვს დასატესტი ახალი მოდელი ყანყალა. გავეკაჩვენებთ. ესე გამოიყურება მომწვანო ესეთი შავი ხაზებით. წვერზე რა თქმა უნდა მანათობელი ბურთულა, ესეც ანათებს. აი. ჩაუშვოთ. პირველი და დავიწყოთ თევზის მოზიდვას. აქ ცოტა ყინული გვაქვს. გამოვშვოთ. წავიდა პირველი. უნდა ჩავიტანოთ ფსკერამდე. ფსკერზე ჩავიდა. და ვიწყებთ აქტიურ გატარებას თუ ამორტყმას, როგორც გინდა ისე დაუძახეთ. დამცხა, ხუთს მოვიხსნე. რათა შორიდან დაინახოს ქორჭილამ ჩვენი სატყუარა და ახლოს მივიდეს, დაინტერესდეს და გაუკეთოს შეტევა. ვაკეთებთ სადღაც 20-მდე, 20-30, აი ესეთი. ამოკლები. ვიზიდავთ თევზს. და მე ვიწყებთ აი ესე პატარებით. შეგვიძლია გავაჩეროთ, პაუზა გავუკეთოთ, იმიტომ რომ მიუახლოვდება, აკვირდება რა არის. არის უსაფრთხო თუ არა, აინტერესდება და უკეთებს შეტევას. შევეცადოთ ყინულზე ნაკლებად ვილაპარაკოთ, ნუ ახლა მე ვლაპარაკობ გიხსნით პროცესს. ქორჭილას არ უყვარს თან ამ პერიოდში. ზედმეტი ხმაური, ანუ ძალიან ფრთხილია. შესაბამისად, არ უნდა დავაფრთხოთ ჩვენი ქცევით, ჩვენი თევზი. მშვენივად დავეწყე. დიდი ხანია მინდოდა ესე კარავით გამოსვლა. უпростоრად კარავი მინდოდა, კაი ხანი. გადავწყვიტე, შევუკეთე, ჩამომივიდა, დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ღირდა. შეგვიძლია აქ მე შეშის ფეჩი, სამომავლოდ მაქვს იდეაში, რა თქმა უნდა, ღამის თევი დარჩე. ამისთვის უნდა ვიყო ძალიან მზად, ყინულიც უნდა იყოს საკმაოდ კარგი. არ ვიცი წელს მოესწრება თუ არა, მაგრამ მომავალ წლისთვის აუცილებლად დავრჩები. არის. ვაი, გამექს. მოდი გაჩვენე. ხალხს გაჩვენე. აი, პირველი ქოჩო. ყანყალა მოინათლა. ჩაუშვოთ. ნახეთ რა გვერდზე წამოდო, მაგრამ იყო გვერდზე, ახლოს იყო. ეს კაი ზომაა, სხვათა შორის, ცუდი არ არის. წავიდა. ამ ყანყალამ უკვე ორი თევზი მოვიტანა, კარგია. ყანყალა მოინათლა და
ანგარიშიც გაიხსნა. მე მაინტერესებს რას იზავს ჩვენი კამერა. მე ამიტომ გავაკეთე მეორე ხვრელი. შევხედოთ შიგნით რა ხდება. უკვე 3 თევზი მყავს. მშვენიერია. დავკოკოთ. ჩანს ხო ყველაფერი. აბა ჩავუშვოთ და ვნახოთ ჩვენი მუზასთან რა ხდება. ჩავიდა, ჩადის. ოპ, ჩავედი ფსკერზე. ქორჭილამდე დაგანახოთ, მეგობრებო, აი სადღაც. მე ხოდოვები. ქორჭილას ძირებაში დავიჭირე და დავიჭირე ჩემ გაკეთებულ ბალანსირზე, მეგობრებო. ხელით გაკეთებული ბალანსირია. ჩემი შედევრი. ჩაუშვი თუ არა ქორჭილას ვეძებდი კამერაში და დავიჭირე თევზი. ქორჭილები წავიდნენ ჩემ ბალანსირთან, ეგე ბალანსირთან მიდიან. ეგე ჩანს. ბალანსირთან ეხლა ცოტა დავთამაშებ და წესი დავიჭერ. როგორ მინდა რომ კადრში გამოჩნდეს. აი შეხედეთ. აი ჩემ ბალანსირი და ქორჭილას მანდარი. მიდი. შეტევა გავუკეთე. ბალანსირი. მიდი. ვაიმე, აცილა. მიდი კიდე. კამერაში ჩანს პირდაპირ ეთერში. აი, მეორე მოვიდა, მეორე ქორჭილა აცილა. არ ვიცი მეგობრებო ჩანს თუ არა, მაგრამ ძალიან საინტერესო კადრებია. როგორ ვაბრაზებ ქორჭილას. ხანი პაუზა, აი საწავიდა ქორჭილა. ნახე რა ხელა. აი, სად არის? მიდი. არის დავინახე. პირდაპირ ეთერში. ვაუ, ბრავო. ვაიმე, წავიდა. აგე სად არის მეორე სადგას? ეგე მეორე სადგას ჩემთან მოდის. ჩემთან მოდის. აბა კიდე ჩაუშვებ. რა ძალიან აზარტში ვარ. რაოდენობაზე აღარ ვფიქრობ, უბრალოდ кайფობ ჩარტყმებით. აბა კიდე მოვიდა, მოვიდა. მომდევნო ქორჭილა მოვიდა. მიდი გავუკეთე შეტევა. მიდი. მიდი რა, მიდი პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში მიდი დავიჭიროთ რა. ჩვენ მეგობრებს ვასი ამოვნოთ ლამაზი კადრებით. აი შემდეგი მოვიდა. აი სად არის? მიდი. მიდი გავუკეთე შეტევა, მიდი. უყურებს, ნახე, უყურებს ჩემს სატყუარას, აი. ჩემს სატყუარას უყურებს. დამოვწიოთ, აი, მოყვება. დავიწყე აწევა და მოყვება, აი, მოყვება. მიდი. მიდი დაარტყი. აი სად არის? როგორ მინდა რომ კარგად გამოჩნდეს კადრი რა. ოპა, აცილა. არის. იმედია გამოჩნდა, დაინახე პირდაპირ ეთერში. აუ რა აზარტია მეგობრებო, რას ლაპარაკობთ. მოკლედ ბალანსირის თემა გავიგე.
აი, ჩემი გაკეთებული ბალანსირი. აუ რა кайფია. რა кайფია მეგობრებო, თან რო ხედავ როგორ უტყავს, რას ლაპარაკობთ. მოგლეთ ძალიან მაგრად გავერთე რა. ეს კამერა რა ყოფილა, ძალიან აზარტია. მეგონი დროა დავასრულოთ ჩვენ თევზს და ყავა მოვიდუღოთ. უკვე დიდი ხანია, რომელია 11 საათია და ოპა ამზეც გამოდის. მუზე ჩვენ გვჭირდება ამ ეტაპზე. ეხლა მოვიდუღოთ ყავა, მივირთვათ. ყველაფერი აქ გვაქვს. ესეთი ყოფია. გაზი, სადაა ჩვენი გაზი? იმედია წამოვიდა ჩვენი გაზი. არის. ამის გარეშე გასვლა არ შეიძლება. ჩვენ პორტატული გაზი. დავქოქროთ გემრიელად, მოვიდუღოთ ყავა, დავლიოთ. მერე ვისადილოთ კიდევაც, საჭმელი გავაკეთოთ. მოკლედ დღეს არის თევზაობა კომფორტში. ესე დავარქოთ. ესე ჩვენი ჩაიდანი წყალი სადაა? ოპა, წყალი მედია წამოვიდა. გიგი არის წყალი გვაქვს. ო, დაიკოკა. ავადუღოთ და დავლიოთ გემრიელი ყავა. ადუღდეთ ჩვენი წყალი. ცხელი ყავა ყინულზე. რას ამბობ, რასა. ყველაზე გემრიელი ყავა ხო ბუნებაშია. ყინულზე ხო მით უმეტეს. მოდის. შვენიერი თევზაობა გამოდის რა, ერთი სიტყვით. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და იმედია უსაფრთხოდ დავბრუნდები სახლში. თან ყავა მივირთვათ. სასწაული. ყავა ყინულზე. რა უნდა იყოს ამაზე კარგი. მოკლედ კარავი იცავს მზისგან, ქარისგან, წვიმისგან. ეხლა გარეთ გრილა. ესე თხლად ვერ გავალ, ვერ დავждები. კურტკა უნდა შემოვიცვა. აქ შვენივრად ვზივარ, ორივე ფანჯარა ღია მაქვს. ვენტილაცია, კარებიც ღია და საკმაოდ კომფორტული ტემპერატურაა რა. აი, ოთახის ტემპერატურაა. მაგარი ზომა დავსვი ჩემ ბალანსირზე. ანყალა ვატრიალე არა. და აი ჩემ ბალანსირზე მშვენიერი ზომა. მშვენიერი ზომა დავსვით. ჩემ ბალანსირზე. კამერაში რომ უყურებდი, ჩემი ბალანსირი უფრო იზიდავს რა. ანუ თევზი ინტერესდება, მაგრამ ფიქრობს შეტევაზე გადავიდეს თუ არა. მაღაზიის ბალანსირი ნაკლებად იზიდავს, მაგრამ შეტევები თითქოს უფრო სათანადოა და თამამია. ჩემ ბალანსირს ცოტა უყურებს ქორჭილა, აკვირდება რა არის, მაგრამ შორიდან იზიდავს. ეგ ვიდეოში გამოჩნდა. როცა ვათამაშებდი ეგრევე შორიდან როგორც არწივები ისე უახლოვდებოდნენ.
თან გავაგრძელოთ თევზაობა, სანამ ყავა გაცივდება. ოპა, კაიტო. ეგრევე, ძალიან პატარა. მაგრამ ჩათვლადია. აბა თუ არის კიდე. აი ძალიან ხშირად როგორც წინა ვიდეოშიც აღნიშნე, უდაარტყა დაცემის დროს რო ვარდება, ხშირ შემთხვევაში ურტყავს. ვერ უმიზნებს კარგად. აი. აუ გაიჭედა. ახე პასიური ქორჭილა ამას ნიშნავს, როცა სატყვარას იღებს ქვემოდან. ეს იმის ნიშანია, რომ ქორჭილა პასიურია. როცა აქტიურად იკვებება, ოპა. აქტიურად თუ იკვებება, პირდაპირ ცხვირში ურტყავს. როგორ აქ აღებული, სამივე ერთად, კაი. აი ნახე ბიჭო, რას უშვება. რო ცხვირს რას უშვება, მოდი ახლოდან გაჩვენებთ. ნახე რას აკეთებს. ნახე. მიდი. აი. ოპა, წავიდა თევზაობა. აი. ეს ცოტა კარგი ზომა. ეს ცოტა კარგი ზომა. წავიდა თევზაობა. აქვეა. მოკლედ შემოვიყვანოთ ქორჭილები. აი, ნელა მეც თევზმა დამიჭირა. თხილად. ოპ. საწავიდა. ცოტა წელი ამტკივდა ეს კამი მინდა შევცვალო. გასაშლელი. რაც თავარია საზურგი აქვს. სიმართლე გითხრათ მეორე თვლი ახლა. გაცვიტიდე. ესეთი ძალიან მარტივი. აი. ესეთი. ჰოპ. всё. მზად არის. წარმოიდგინეთ და მზად არის. ეხლა უნდა ჩამოვაცოთ ეს. მოვიჭერ ისე. ისე. აი. აბა გავტესტოთ. ვაიმე. ასწორებს. მოდი გავუშვათ ჩვენი ჯიგრები. არ მინდა რომ შემთხვევით მომიკვდეს ან რამე. აი ჩემს უკვე მაქვს ამოთხრილი და დავიდა. არ გამორიცხული რომ ისე ჩემთან გაბრუნდეს, ანუ იქ სადაც თევზაობ და ისე იგივე თევზი დაჯდეს. ჩადიდა. იტურაცია. ჩადიდა. მიდი. ეგარი. всё, წავლენ ახლა. ოსო შევიტან და ავავსებ. იმედია ქორჭილებით. ესე ჩემი ბანაკი გამოიყურება. ვიჭერა. მე ხო თქვი დღეს მაქვს თევზაობა კომფორტში, რა ვქნა. ხო შეიძლება ერთხელაც მეც ნორმალურად დავისვენო თევზაობაზე. თან ვითევზაო, თან დავისვენო. ოპ.
სხვა ბალანსირი დავაბი და დიდად რეაქციები არ არის. არა აქვს რეაქცია. აბა შედარებისთვის ჩემი ბალანსირი. ეგრევე დავარტყა. ნახე რა. აი, შეხედეთ. ამან ვერ იმუშავა, აი, მაღაზიის ბალანსირი. აი, ამან ვერ იმუშავა. ჩემი დავაბი პირველივე ჩარტყა. კარგი ზომისა. ძალიან ხშირად ურტყავს გაცემის დროს. წვრილი ქორჭილა შემოვიდა და სატყვარა საწვალებს. ბალანსირი საერთოდ ეშინია. დავაყენე ყანყალა და მაწვალებს. აი ესეთი ზომა. ქარი ამოვარდა. მე ხელს არ მიშლის. რა თქმა უნდა. როგორი მატებს გესმით? ახლა როგორ ზანზარებს. იმედი არ წაიღებს. კარგად კი დავამაგრე, მაგ კარავს მოყვება კიდე სპეციალური მისამაგრები ყინულში. როგორც სვერლოები რა ეს შედის პირდაპირ ყინულში. რავი, კარგად კი გავამაგრე. ეს ცოტა არაუშავრა ზომა ყანყალაზე. არა, კარგად ახალგებულ. მოკლედ მიდის გართობა რა. ყანყალა მაქვს ახლა. ეს კაი ზომა. ეს კაი ზომა რა სერჩით. ეს მართლა კარგი ზომა იყო. ამასობაში აწვიმდაც, წინ წკლავს. დღეს ყველანაირი ამინდი იყო ერთი. თოვა არ იყო მარტო. ალბათ წასვლისას მოთავს. ამასობაში წვიმს. გაგანია ზამთარია და გარეთ წვიმს. ოჩახ. ამ კარავმა დღეს ორჯერ გადამარჩინა, ერთი ქარისგან, მეორე, არა, პრინციპში სამჯერ, ქარისგან, მზისგან და წვიმისგან. სამივე ფაქტორი დღეს მოხდა მაინც და მაინც. ამინმა იცოდა, რომ კარავი მომაქვს. 37. ხო თავად თუ ამინდი მაცდის კიდე დავრჩები დიდხანს. ესეთი კაი ზომა დაგუჩდა ბალანსირზე. ესეთ 5 გრამიანზე შვენიერი სპორტული ზომა. წვიმს, რავი, არც აპირებს მგონი გაჩერებას. არ ვიცი, ვნახავ, შევხედავ სიტუაციას თუ ძალიან გაძლიერდა წვიმა მომიწევს აბარგება და წასვლა. რა კარგი ზომა დავეჭდა.
მოჩერდი. შვენიერი ზომა. ეს აქტიური იყო აი კუჩში. წავწყვიდა. კაი ზომა. ამინდი არ ვარგა წვიმს ქარია. არა წვიმას ქარი ჯოგია რა. მე ვფიქრობ. ან არც ერთი. Скапунობს და скапუნობს. არ ვიცი ისმის თუ არა. წვიმს რა. მოკლედ თევზი ცოტა გაპასიურდა. ალბათ შესვენებაზე გავიდა. და მეც ვფიქრობ, გავივეთ შესვენება და ვისადილო. ძალიან მარტივად რა. კვერცხს შევიწვავ ბეკონთან ერთად. უბრალოდ რომ აი შიმშილის ძნობა დავაკარგინო ჩემ თავს. დამჭირდება ზეითუნის ზეთი. მე მგონი აქვს წამოღებული. დავაცხად. ასე. გაზი დაიქოქა. ეს გოხდათ. ამას ახლა დავბროწავ. წავიდა უკვე შუშხუნი. და პრინციპში შეგვიძლია თან ვითევზავოთ. სანამ დაიბროწება ჩვენი ბეკონი. მოვატრიალოთ ჩვენი ბეკონი. ერთელაც მოვატრიალოთ. კარგად იბროწება. შუშხუნებს. კარგად დაბროწე. ახლა კვერცხი დავამატოთ. ესე დავშალოთ. და დავამატოთ ჰიმალაის მარილი. ეს. დაველოდოთ შეწყოს. ნაგავს ვაგროვებ რა თქმა უნდა და მე ვიყვრით. მოკლედ ეს რო დავქოქე, აქ კარგად გათბა რა, წევან ხელებზე თითქოს ცივოდა და ეხლა აღარ მცივა. დაცხა მაგრად, აი. იქიაში ეს უნდა მოვატრიალო. ახლა რა კარგად მოვატრიალე. იდეალურია. თავზე დამცხა. თევზი აშკარად შესვენებაზეა გასული. ჩარტყმები აღარ არის. ან ეხლა რო ხმაურობ არ მოსწონს. დავზადა გავთიშოთ. ესეთი რაღაცა გამოვიდა ჩემგანებო. ერთ კაცისთვის შვენიერი სადილი გამოვიდა. ხო, ის ყოლებელი არ წამოვიღე, მაგრამ წამოვიღე ლეჩო, რომელიც ძალიან მიყვარს. აუცილებლად დავამატებ. ესე კაცურად, აი. ეს. აბა დავიწყოთ.
მაინტერესებს როგორი გამოვიდა. აქვე რა, ტაფიდან. რა თუნდა ეხლა ამას თებში და რაღაცეები. პური. სუფთა ხაერზე ჭამას არაფერი ჯობია. ძალიან კარგია. მე ახლა ვიდეოს გავთიშავ, ახლა თქვენ წინ მაინც ცოტა მწვენეა ჭამა. უბრალოდ გაჩვენეთ რა გამომივიდა და ახლა გემერელად მივირთმევ და გავაგზავნებ თევზაობას. აბა შემერგოს მეც და შეგერგო თქვენ ვინც უყურებს და რამეს მიირთმევს. შემდეგი პარტია გასაშვებად. საჭმელი მივირთვით ძალიან გემრიელად. მინდა გითხრათ ეხლა ამებს გავუშვებ და სადაც 2 საათამდე მაქვს სათევზაო დრო. იმედია რამეს კიდე დავიჭერ. წავიდა. ეგ არის. ავაგზელოთ. ესე გამოიყურება ჩემი კარავი შიგნიდან. ყველაფერი ახლოს მაქვს. რავი, ძალიან კარგია რა. გაშვებიდან ერთი თევზი უკვე დავიჭირე, ვერ გადავიღე. ნახე რას უშვება. ნახე რას უშვება. რა ვერ კიდევს წესიურად. ახლა რთული მქონია. ბალანსი მაგიტო ვერ მოკიდა. ამავწოდოთ. ნახე ბიჭო რას უშვება. წვერს რას უშვება. აი ну ezomai მაწვალებს და მაწვალებს. რა არის ცუდი? ცუდი ზომა არ არის ნამდვილად. მოკლედ ახალმა ყანყალამ ტესტირება ჩააბარა მშვენივრად. ყველანაირ თევზს იჭერს. ეს გახლავთ ჩემი 50 თევზი დღეს და სავარაუდოდ დავამთავრებ, რადგან ამინდი ფუჭდება, არ ვიცი, ცუდისკენ მიდის საქმე, ან ძალიან მაგარი წვიმა დაიწყებს, ან თოვას, ან ქარ, მოკლედ არ ღირს დარჩენა. კარგად ვისი ამოვნე და მე მგონი დროა დავამთავროთ. მოკლედ ალბათ დავამთავროთ დღევანდელი თევზაობა. უბრალოდ ისეთი ძალიან ცუდი ღრუბელი მოაქვს ქარს, რომ ვიმედოვნებ მოვასწრებ აქედან გაქცევას. მე მგონი მაგარი წვიმა დაიწყება, აი არ ვიცი გაჩვენებ თუ გამოჩნდება. იმედია ჩანს. ერთი სიტყვით ძალიან მაგარი თევზაობა გამოვიდა. აი ამ რაოდენობით დავამთავრებ, 50 ცალი დავიჭირე. სავსეც საკმარისია, მე აქ თევზის გულიზე არა ვარ წამოსული, ვისი ამოვნე ჩემი ახალი კარვით, ახალი აღჭურვილობით და ზოგადად დღევანდელი თევზაობით კომფორტში. ესეთი მშვენიერი გასვლა, ძალიან წარმატებული, მოკლედ ყველაფერი რაც დავგეგმე, ყველაფერმა გავამართლა და ყველაფერი გავაკეთე რაც მინდოდა. მშვენიერი იყო თევზაობა ამ კომფორტში, ამ კარავში და იმედია კიდე მოვასწრებ გამოსვლას, კიდე იქნება კარგი ყინვები და ძალიან საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ. იმედია დარჩებით ჩემ არხზე, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის და შევხვდებით მომდევნო თევზაობაზე. აბა დროებით.